ახალი წლის შემდეგ თუ სარკეში ჩაიხედე და პუტკუნა ხაჭაპურს ხედავ, უკბიჩე. ოღონდ Google-ში ორ კვირაში და ორ დღეში 10 კილო დამაკლებინე დიეტების ზებნა არ დაიწყო ძანგთხოვ. ამ ვიდეოში მე შენ მოგიყვები, რატო გატყუებს ასორე და როგორ დაუბრუნდეთ ფორმას ჯოჯოხეთის და ჯანმრთელობის რისკების გარეშე. მოდი ხლა ცოტა ხანი ემოციები გვერდზე გავდოთ და მათემატიკა ჩავართოთ. 1 კილოგრამი სუფთა ცხიმოვანი მასის მოსტამატებლად შენ გჭირდება 7700 კალორიით გადააჭარბო შენ ნორმას. ანუ შენ თუ 2000 კალორია გჭირდება, დღეში 9700 კალორიით მოიმატებ 1 კილოგრამს. 10,000 კალორია იცი რამდენია? ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად წინა 2 კვირა შენ გუზნაყის ქარხანად უნდა გადაქცეულიყავი. ხო და თუ ცხიმის მომატებას ესეთი კოლოსალური რიცხვები ჭირდება და არც შენ გადაქცეულ ხარ გუზნაყის ქარხანად, მაშინ კითხვა ისმის, სასწორი რაღაც გაჩვენებს და შენც გიჟივით ისტერიკაში 112-ში რატო რეკავ? აი ამას ქვია პირველი ყველაზე დიდი შეცდომა. ორშაბათი. დაინახე რაღაც რიცხვის სასწორზე, დაპანიკდი და გმირულად აცხადებ ორშაბათიდან შიმშილობ. აი ხლა მითხარი 2 კვირიანი პაუზის მერე ვარჯიშიდან დარბაზში რო შედიხარ. ეგრევე შტანგის გადაღონვას ხო არ იწყებ? რასაკეთებ ხურდები. ორგანიზმს ახურებ რომ ძველ ძალას დაუბრუნდე რომ შენი ორგანიზმის არ დაეცეს. აი ეგრე ჭირდება სწორედ კვებას. შენ ავარიული მუხლუჭი კი არ გჭირდება. არამედ გჭირდება გადაწყობა, ფორმაში დაბრუნება და ამ დროს შიმშილი და არც ისტერიკა არ გეხმარება. მხოლოდ გირთულებს საქმეს. იმიტომ რომ შენ ყველაფერი გინდა ეხლა. 2026 დაიწყო, ახალი წელი, ახალი მე და რა ხდება? იწყებ შიმშილს და ეხა იწყება ჩაკეტილი წრე. დღეს შიმშილობ, ხვალ არღვევ და ზეგ ნანობ. აი ესეთ ჩაკეტილი წრეც მიუყვები მთელ წელს და კაი თუ არც შიმშილია გამოსავალი, არც სტრესი მეხმარება, მაშინ კითხვა ისმის თავარი. რა არის პირველი ყველაზე სწორი ნაბიჯი ახალი წლის შემდგომ ამ დაწყევლილი წრის დასარღვევად? პანიკაში ყოფით უნდა ერთ რამეს გეუბნება. მოდი დილით ადექი ხა და არის საუზმო. კალორიებს დაზოგავ. ლოიკურად ჟღერს, მაგრამ არასწორია. შენ დილით თუ შიმშილობ, ამ შიმშილს გადაავადებ და მერე საღამოს ისევ ერთიანად მიეწყლები საკვებს. ანუ ამ დროს პირველი დამცველობითი ფარი შენთვის არის მსუყე საუზმე, ცილით და ბოჭკოთი მდიდარი. იმიტომ რომ თუ შიმშილობ, მერე საღამოს ისევ თავით აღმოჩნდები შოკოლადების ყუთში, რომელიც დარწმუნებული ვარ ახალი წლის მერე დარჩენილი გაქვს. ანუ პირველი ნაბიჯი არის ბოჭკოთი და ცილით მდიდარი საუზმე. რა გახსენდება? კვერცხი, რძის პროდუქტი, ზოგჯერ ხორცი თუ თამამი ხარ, ცოტა პური, თელმარცვლოვანი, ბოსტნეული. ეს მოგცემს საშუალებას დღის პირველ ნახევარში დანაყრებული იყო, საღამოსთვისაც მოიტოვო კალორიები შენი საყვარელი ნახევარწყლებისთვის და გულწრფელები ვიყოთ ყველაფერი რაც ხდება ეხა პოსტსაახალწლოდ. ეს დღესასწაულები ვახშამზე ხდება. ამიტომ შეგიძლია თან ფორმაში დაბრუნდე და თან ახლობლები არ გაანაწყენო. მოიგებ შენც და მოიგებ შენი მდგომარეობაც. მეორე ნაწილი, რომელიც თუ არ დაიცავი, არაფერს აზრი არ აქვს, რაც არ უნდა კარგად იკვებო, ეს არის ძილი. შენ თუ სკამზე მიჯაჭვულს ატარებ მთელ შუაღამეს, რაც არ უნდა კარგად იკვებო, შენი ორგანიზმი სადღაც მაინც საბუტაჟს მოგიწყობს. ანუ ღამის 3 საათამდე ცეკვავი ვარსკვლავების ყურება არა მარტო ფსიქოლოგიური ტერორია, არამედ საბუტაჟია შენი ორგანიზმისთვის. თუ შენ კარგად არ გძინავს, მთელი დღის განმავლობაში შენს მაგივრად ძინავს შენს მადის დამაქვეითებელ ჰორმონს, ლეპტინს. სამაგიეროდ ბობოქრობს და ღვიძავს გრელინს. რაც ნიშნავს იმას, რომ გრელინი კი არ მოგთხოვს ბროკოლს, მოგთხოვს ნახშირწყალს და ცხიმს. აი ეს პროცესი საბოტაჟს მოუწყობს და დაგეხმარება კი არა, დიდი ალბათობით თავარი მიზეზი იქნება, რის გამოც სადღესასწაულო დღეების შემდგომ ფორმაში დაბრუნება გაგეწელება 2 კვირა, 1 თვე და მერე ისევ რაღაც დიეტებს მიახდები. ანუ ღამე ძილის წინ იმედზე ვარსკვლავებთან თამაში და TikTok-ზე კატებთან თამაში შეეშვი და დაიძინე. ეხლა მეორე ფაქტორი. მოძრაობა და მოძრაობა არის ჩემო თენგო, შენი წინსვლის და სიცოცხლის საძვირიანი როგორც არის. როგორ არის? შენი ღონისა და სიცოცხლის მომცემი. მოძრაობა არის მთავარი ერთ-ერთი სიგნალი, რომ ცოცხალი ხარ. ხო და ადექი კი არ ვარჯიშო დარბაზში, შტანგა კი არ გადაიღონო, უბრალოდ იმოძრავე, აგრძნობინე შენს ორგანიზმს, რამენაირად, რომ ცოცხალი არსება ხარ და არა ავეჯის ნაწილი. ეს სამი წერტილი, მსუყე საუზმე, მოძრაობა და გამართული ძილი არის გადარესტარტების ღილაკი შენი ორგანიზმისთვის, რომელიც დაგეხმარება ფორმაში დაბრუნდე ზედმეტი წვალების გარეშე. და ეხა რაც გითხარი, რამე ჯადოქრობაა? არაფერი. ანუ შიმშილი არ არის არც მშველელი, არც თავის დასჯა და არც ღირსების ორდენი. ამიტომ, რასაც გეუბნები, იმ ფაქტორებს მიყევი და თუ ამ სამ სტრატეგიას ჩაინტეგრებ ხვალიდანვე შენ ცხოვრებაში და ჩემ ახლს გამოიწერ, აღარასდროს გახდება სადღესასწაულო დღეები შენი ჯანსაღი ყოფის დროს პრობლემა.